ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი დროს ობიექტივში ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გაიცნობთ. პროფესიით ექიმი, დროებით საქმიანობას წყვეტს და ქალაქის მერობისთვის ბრძოლაში ერთვება. როგორია გიორგი დიასამბიძის საარჩევნო პროგრამა და რას სპირდება ის ამომრჩევლებს, რუსუდან აბაშიძე კი ამბობთ. ექიმის ხალათის მერის პორტფელზე შეცვლის გადაწყვეტილება პაციენტებთან 18 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღო. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგს გიორგი დიასამიძეს უფრო სასარგებლო საქმის კეთების სტიმულს ანიჭებს და ბათუმის მერის პოსტის დასაკავებლად პოლიტიკურ მარათონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ერთვება. არის ხოლმე ისეთი სიტუაციები, როდესაც 1, 2 და 3 ადამიანის მუშაობა საკმარისი არ არის და რაღაც გარკვეული სისტემური ცვლილებები არის საჭირო. ეს ერთი. მეორე. ნებისმიერ ადამიანს აქვს ნორმალური ამბიცია იმის, რომ რაღაც თავისი ცოდნა, გამოცდილება, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულით, თეორიულით, პრაქტიკულით გამოიყენო რაღაც ახალი საქმისთვის. მთელ ქალაქში ლიფტია გამოსაცვლელი სასწრაფოდ. მერობის კანდიდატის რანგში გიორგი დიასამიძეს პოლიტიკური ოპონენტების დასამარცხებლად და თანაქალაქელების მხარდაჭერის მოსაპოვებლად წინასწარ გაანალიზებული და ხალხის მოთხოვნილებებზე მორგებული პროექტები აქვს მომზადებული. ის რომ მცირე ბიზნეს ხელი უნდა შეუწყოთ ბათუმელებს და საქმეებში და პირველი რასაც ამ მიმართულებით გავაკეთებთ, ეს არის მილიონიანი ფონდი იაფი და გრძელვადიანი სასხისათვის. საპენსიო დანამატი 20 ლარიანი. ეს იქნება ბაღების გაერთიანებაში უპირველეს ყოვლისა 20%-იანი დანამატი ხელფასზე. ეს იქნება ქალაქში ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის, როგორც არის ბათუმი ბარაკების გარეშე. თვითმმართველობის სისტემაში მუშაობის გამოცდილებით გიორგი დიასამიძეს სურს ბათუმი ყველაზე შემოსავლიან ქალაქად გადააქციოს და გადაწყვეტილი აქვს ამისთვის ანბანის კოშკის და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სკანდალური შენობების რესურსით გამოიყენოს. საუკეთესო შემთხვევაში ის უნდა გავაქირავოთ რა, რომ მუდმივი შემოსავლის წყარო გქონდეს. ეხლა არ ლაპარაკებ გავყიდოთო და მე არ მომწონს ესე ადვილად ქალაქის კონების გაყიდვა გამოყიდვა არ მომწონს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ამას მარტო ბათუმის თვითმმართველობა ვერ მასიზამს რა, ვერ გაწევს. საჭირო იქნება თანამშრომლობა, რომ ამან იმუშაოს და ქალაქს მოუტანოს შემოსავალი. ბათუმელების პრეტენზიების პირადად გაცნობა გიორგი დიასამიძის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ბრძოლის იარაღია. გადაწყვეტილი აქვს ბათუმის ასერთივე უბნის ამომრჩეველ შეხვდეს და მათ ყველა კრიტიკულ შეკითხვას მერობის კანდიდატის რანგში უპასუხოს. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე ქონდა ამის გამოცდილება გადამზადების პროგრამებს, რომ ადამიანებმა ის ჩვევები გამოიმუშაონ, რომელიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და სწრაფად მოხერხდეს მათი დასაქმება. ბათუმის ამუშავების საკუთარი გზა რომ ქალაქს განვითარების მაღალ ეტაპზე გადაიყვანს გიორგი დიასამიძე ამაში ბათუმის მერობისთვის მებრძოლ 10 კანდიდატს დღეს დებატების ფორმატში არწმუნებდა. ოპონირებას და საარჩევნო მესიჯების პროპაგანდას ის თვითმმართველობის არჩევნებამდე ტელეეთერში შეეცდება.